და მე არ მჯერა, რომ უკრაინელები იგივე პირობები, იგივე ულტიმატუმს დათანხმდებიან ახლა, როცა გაცილებით უკეთესი სიტუაცია აქვს, როცა კიევის გარეუბანში კი არ დგანან რუსები, კიევიდან 1000 კილომეტრში დგანან რუსები და როცა ტემპი არის წელიწადში 20 კილომეტრის სიჩქარე, ხო? ამ შემთხვევაში უკრაინა შეუძლია მიუხედავად იმისა ამერიკა დაეხმარება თუ არა და გააგრძელებს თუ არა დახმარებას და ჯერ ყოველ შემთხვევაში არ მოგვისკენმენი ამერიკისგან რომ ისინი არაპირებენ დახმარების გაგრძელებას, უკრაინა მაინც შეძლებს გააგრძელოს თავდაცვა და ევროკავშირიც უფრო მეტად მოწადინებულია რომ დაეხმაროს უკრაინას, იმიტომ რომ ევროპელები თვლიან თუ დავაკვირდებით ყველა ევროპელი ლიდერის განცხადებას, ისინი ამბობენ რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს ძალის მეშვეობით და არა ისე რომ ვიღაცებმა აიძულონ უკრაინელები რომ უბრალოდ ცეცხლი შეწყვიტონ, იმიტომ რომ ვიღაცას უნდა საკუთარი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულოს. რაც იყო ცუდი მაგალითად წუხანდელი ამბავი, ეს არის ტრამპის პრესკონფერენცია